ევროპა სრული და გარდაუვალი განადგურებისკენ მიემართება. წინა წლის გამოსვლისას მე თქვენთან ერთად მიმოვიხილე ერთი ჩვეულებრივი კვირა ევროპაში. ვისეუბრე გაუპატიურებებზე, ცივი იარაღით ჩადენილ დანაშაულებზე და ტერორისტულ აქტებზე, რომლებსაც მიგრანტების ჩადიან და ახლაც ყოველდღიურად იმავეს აკეთებენ. გასული წლის შემდეგ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა აქ, ევროპაში. ბევრი ექსპერტი უკვე საკმაოდ დიდი ხანია გვაფრთხილებს, რომ სამოქალაქო ომი ახლოვდება. თუმცა ჩემი აზრით დღეს არსებული რეალობა ამაზე უარესია. სამოქალაქო ომში ორი დაპირისპირებული მხარე ებრძვის ერთმანეთს. აქ ევროპაში მხოლოდ ერთი მხარეა ომში ჩართული და ეს ჩვენ არ ვართ. ევროპის თეთრკანიანი მკვიდრი მოსახლეობა აქ არაფერ შუაშია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკური ევროპელი მოქალაქე ამ ყველაფრის მიმართ ტოლერანტულია. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ცვლილებები ოფიციალური მექანიზმებით, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებას ვერ მივახციეთ. ეს არის საერთო მახასიათებელი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მემარჯვენე პარტიები არჩევნებში იმარჯვებენ. ზოგიერთ ქვეყანაში 30%-იც კი. თუმცა რადგან ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ აღწევენ, მემარცხენეები კოალიციის ფორმირებას ახდენენ. ამის შემდეგ მოვლენები თითქმის ყოველთვის სამი სცენარით ვითარდება. პირველი სცენარი: მემარჯვენე პარტიები არჩევნებში იმარჯვებენ, თუმცა ცენტრისტები იმაზე იწყებენ ნერვიულობას, რომ მემარჯვენეები ზედმეტად რადიკალურები არიან და მათთან კოალიციის ჩამოყალიბებას ერიდებიან. მეორე სცენარი: მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შესაძლოა კოალიცია მართლაც ჩამოყალიბდეს, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმდენად იფილტრება, რომ მთავრობები იწყებენ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომლისთვისაც მხარი არავის დაუჭერია. მესამე სცენარი: ამ სცენარს ჩვენ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით. გულისხმობ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო შტო უხეშად ერევა მემარჯვენე მთავრობების პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათ მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არაკანონიერად, ან ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ აქტებად განიხილავს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.